საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით მე-12 კლასში შემავალი საგნების ექსტერნის ფორმით დაძლევისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის იურისტის დარეჯან ბურდიაშვილის განმარტებით, ადამიანს, რომელმაც სკოლის მე-11 კლასი დახურა და ატესტატი ვერ აიღო, შესაძლებლობა ეძლევა ჩააბარონ მე-12 კლასის დამამთავრებელი გამოცდები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგინდა მე-12 კლასში შემავალი საგნების ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები. მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს უკვე 11 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით, ხოლო გამოცდები დაინიშნება 20 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით. ექსტერნის მსურველ პირს აუცილებლად დასრულებული უნდა ჰქონდეს მე-11 კლასი, ან მისი ასაკი უნდა შეესაბამებოდეს, ან აღემატებოდეს სწორედ აი ექსტერნის დაძლევის კლასის მოსწავლეების ასაკობრივ ჯგუფს. ექსტერნები, აღსანიშნავია ისიც, რომ ექსტერნები ჩატარდება ცენტრალიზებულად, ანუ სამინისტრო არჩევს ერთ-ერთ სკოლას, ოღონდ ჩვენთვის ეს უცნობია, რომელი სკოლა და 5 საგანი ცენტრალიზებულად ჩატარდება. დანარჩენი საგნები, რომელიც მე-12 კლასში ისწავლება, ასევე ჩააბარებს ჩვეულებრივ სკოლაში. ეხლა რაც შეეხება რეგისტრაციის მსურველ პირს, თუ ის სწავლობს სკოლაში, მაშინ განცხადებით მოგმართავს რესურს ცენტრს იმ კონკრეტულ რესურს ცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სკოლა. თუ პირი გასულია სკოლიდან, დასრულებული აქვს მე-11 კლასი და სურვილი აქვს, რომ ამ ეტაპზე ჩააბაროს მე-12 კლასში, მაშინ შეუძლია ნებისმიერ რესურს ცენტრს მიმართოს განცხადებით ექსტერნად რეგისტრაციისათვის.